დღეს მსოფლიო ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. თარიღთან დაკავშირებით რამდენიმე ღონისძიება გაიმართა. დაცული ტერიტორიების თემაზე ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრში მოსწავლეებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი კინტრიშის ნაკრძალსა და ისპანის ჭაობის ტერიტორიაზე იმყოფებოდა. 2 თებერვალი ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის საერთაშორისო დღეა. თარიღთან დაკავშირებით საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრმა აჭარაში რამდენიმე შეხვედრა გამართა. ხათუნა გოგოლაძემ აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს წარმომადგენლებთან ერთად რეგიონის დაცული ტერიტორიები მოინახულა. მინისტრმა ისპანის ჭაობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ჭარბტენიან ტერიტორიებს აქვს უკიდურესად დიდი მნიშვნელობა, ეს არის წყლის გამწმენდი თუ ბუფერული თუ კლიმატის ცვლილების მხრივ შემარბილებელი ღონისძიებების, ანუ ძალიან ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით. რაც შეეხება ამ კონკრეტულ ჭარბტენიან ტერიტორიას, ეს არის მსოფლიოში უნიკალური ადგილი თავისი შემცველობით. ისპანის ჭაობი თავისი თვისებებით უნიკალურია და მას მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. ის ფაქტი კი, რომ აქ გამყინვარების დროინდელი მცენარეები ხარობენ, უცხოელი მეცნიერების განსაკუთრებული ინტერესისა და სპეციალური კვლევის მიზეზია. უნიკალურობა ყოველთვის დაცული ტერიტორიების გამოიკვეთება იმითაც, რომ როცა ჩვენთან უცხოელი მეცნიერები ჩამოდიან, ამ ტერიტორიას გეოგრაფიულ სასწაულს უწოდებენ, იმიტომ რომ ჩვენ ტერიტორიაზე არის ისეთი მცენარეები, რომლებიც ტუნდრის და ტაიგის, აი ციმბირში რო ეს ტერიტორიები, ისეთ რეგიონებს ახასიათებს. ამდენად მეცნიერების შესწავლის საგანს წარმოადგენს. ისპანის ჭაობში წარმოდგენილი ფლორა უდიდეს გავლენას ახდენს რეგიონის კლიმატზე. სფაგნუმი თვითონ ეს ხავსი იწვევს ძალიან დიდი რაოდენობით წვიმის წყალს, საზრდოობს მხოლოდ წვიმის წყლით და როდესაც მოდის კოკისპირული წვიმა, იგროვებს ამ წვიმას, თავისი სპორების საშუალებით აგროვებს წყალს და ქმნის, რა თქმა უნდა, ტენიან გარემოს აქ, რაც ხელს უწყობს აქ უფრო სიგრილის შენარჩუნებას ჩვენთან აჭარაში. იქიდან გამომდინარე, რომ ისპანის ჭაობს მსოფლიოში ანალოგი არ მოიპოვება, დაცული ტერიტორია გასულ წელს 10,000-ზე მეტმა ტურისტმა მოინახულა. გასულ წელს ჩვენი ნაკრძალი მოინახულა 10,455 ვიზიტორმა. ძირითადად იყვნენ ვიზიტორები პოლონეთიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, აგრეთვე აზერბაიჯანიდან და სასომხეთიდან. წელს გარკვეული დასველოდებით უკვე იანვრის თვეში არის 120 ვიზიტორი, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით გარკვეული ზრდა არის. საერთაშორისო მნიშვნელობის ტერიტორიების დაცვის შესახებ სპეციალური კონვენცია ირანის ქალაქ რამსარში 1971 წელს მიიღეს. მას შემდეგ ჭარბტენიანი ტერიტორიების საერთაშორისო დღე ყოველწლიურად აღინიშნება. საქართველოში კი ამ თარიღს 1997 წლიდან აღნიშნავენ.